გამარჯობა. Sarbia-ის პოდკასტის დროა. დღეს ჩვენთან სტუმრად არის ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დირექტორი ბატონი გიორგი კალანდაძე. ჯერჯერობით მხოლოდ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის და მომავალში ახლო მომავალში ვნახოთ. ჯობს თავად გვიპასუხოს. გიორგი, მოგესალმებით. მოვესალმებით თქვენს ერთგულ მაყურებელს, რომელიც ერთ-ერთი მე ვარ. ყოველთვის გიყურებთ და ვამაყობ თქვენი პოდკასტით. ჯერჯერობით ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდია ყობა ნამდვილად, თუმცა უახლოეს დღეებში იგეგმება და ხანში იგეგმება ჩვენი ფორმატის ცვლილება და უნდა დაგვემატოს სხვა სათამაშო სპორტის სახეობები, ხუთი სპორტის სახეობა, რაგბი, კალათბურთი, წყალბურთი, ხელბურთი და ფრენბურთი და უნდა გაკეთდეს რეორგანიზაცია ფეხბურთის განვითარების ფონდში და ქართული სპორტის განვითარების ფონდად უნდა გადავკეთოთ. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა, ბიუჯეტირება და რაღაც იურიდიული საკითხებზე. ეგ რეორგანიზება მხოლოდ სახელწოდების ცვლილება არ იქნება, ხო რა? არა, სახელწოდების ცვლილება არ იქნება, როგორც ქართული ფეხბურთის განვითარების პროგრამა გვაქვს, დაახლოებით იმდაგვარ პროგრამებს შევქმნით სხვა სპორტის სახეობებში და დავიწყებთ კლუბების დაფინანსებას უკვე ჩვენ და არა მუნიციპალიტეტები. უკაცრავად ლაპარაკია სათამაშო სახეობებზე. ლაპარაკია ხუთ სათამაშო სახეობებზე. წყალბურთი, ხელბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი, რაგბი. რაგბიც თქვენთან გაერთიანია. ანუ 6 იქნება 6 სპორტის სახეობა. განუმარტოთ მაყურებელს დაფინანსება ხდება სახელმწიფოს ბიუჯეტიდან. სახელმწიფოს ბიუჯეტიდან მოხდება დაფინანსება, მანამდეც ხდებოდა აღნიშნული სპორტის სახეობების დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ოღონდ აფინანსებდნენ მუნიციპალიტეტები და როგორც ფეხბურთის ფონდი ჩამოყალიბდა 10 წლის წინ, იგივე ვარიანტში, იგივე ფორმატზე უნდა გადმოვიდეს და იგეგმება, რომ ცვლილებები განხორციელდეს ამ უახლოეს პერიოდში, უახლოეს თვეებში, ესე ვთქვათ, და იქნება დაახლოებით იგივე ფორმატი, რაც მანამდე და დღეს ფეხბურთის კლუბებს ვაფინანსებთ. იცით არის მე მაინც ეჭვი მაქვს რომ მაყურებლის რაღაც ნაწილმა შეიძლება არ იცოდეს რა ამოცანები დგას ფონდის წინაშე და აი თუ შეიძლება ამაზე რო 2-3 სიტყვით. პირველი ამოცანა ის არის, რომ ყველა კლუბს აქ თანაბარი დაფინანსება ლიგების მიხედვით და არ იქნება ისე მომავალში თუ სპორტის ფონდი შეიქმნა, რა თქმა უნდა, რომ ლიგის მიხედვით იყოს განსხვავებული დაფინანსება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს სპორტის სახეობები მოიზიდავენ უფრო მეტ სპონსორებს, დამფინანსებლებს, ვინაიდან კერძო სექტორი უფრო ჩაერთვება სპორტში, რადგან აღარ ექნება იმის მოლოდინი, რომ მათ წინ კონკურენცია უნდა გაუწიონ მუნიციპალური ბიუჯეტებს, ესე ვთქვა და მუნიციპალურ დაფინანსებას, რაც არათანაბარ სიტუაციაში აგდებდა ნებისმიერი სპორტის სახეობის სპონსორს დამფინანსებას. ანუ კერძო სექტორის ჩართულობა თქვენთვის პირიქით მისაღებია და მიესალმებით ამას და რაც მეტი კერძო თანხა შემოდის საკლუბო სპორტში, მით უკეთესია, რა თქმა უნდა, სახელმწიფოსთვის და მით უფრო მეტი ფული, მეტი ინვესტიცია და მეტი შედეგი, უკეთესი შედეგი ვიმედოვნებთ, რომ გქონდეს შემდგომ სპორტის ამ სახეობაშიც. გიორგი, ის განსაზღვრულია, ესა თანხა. ბიუჯეტი ამ სპორტ სახეობებზე ჯერ არ არის განსაზღვრული, აღნიშნული განსაზღვრული იქნება მას შემდეგ, როცა ჩამოყალიბდებით, მიმდინარეობს შესაბამის ფინანსთა სამინისტროსთან და შესაბამის სხვა უწყებებთან აღნიშნული მუშაობა ფედერაციებთან და აგრეთვე რაგბის კავშირთან და ამის შემდეგ ჩამოყალიბდება ბიუჯეტი და შემდეგ მოხდება უკვე რეორგანიზაცია. ნუ ეგ სავარაუდოდ ალბათ იმას ნაკლები იქნება, რაც ფეხბურთზეა, ხო გამოყოფილი. ეს მუშა პროცესი არის, ამას ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, შეიძლება მეტი იყოს, შეიძლება ნაკლები გააჩნია სპორტის სახეობას. კარგია, მე მივესალმები. თქვენ სამოცანებში შედის, თქვათ, ბავშვთა ფეხბურთში ფულის ჩადება, თუ მარტო პროფესიულ ლიგებში? ჩვენ სამოცანებში ბავშვთა ფეხბურთს ჩვენ ვაფინანსებთ, თუმცა ტექნიკური მხარდაჭერით, ძირითადად ბავშვთა ფეხბურთს აფინანსებს მუნიციპალიტეტები და მუნიციპალიტეტის შესაბამისი IP-ები და შესაბამისი ბიუჯეტით ფინანსდება. ჩვენ უბრალოდ ტექნიკური მხარდაჭერის სახით წლებია ვეხმარებით, რაც გამოიხატება ბავშვთა ფეხბურთში ის, რომ ფეხბურთის ფედერაციას ყავს კატეგორია მინიჭებული სკოლები, 4 კატეგორია არსებობს, აკადემია,
დონი არის, პირველი, მეორე და მესამე კატეგორია აგრეთვე და შესაბამისად ამ სკოლებს ვაფინანსებთ თანაბრად, რომ მათ შეიძინონ ინვენტარი და განვითარდნენ თუნდაც განათლებისთვის, მწვრთნელთა განათლებისთვის დახარჯონ ჩვენს მიერ მიცემული რაღაც თანხა და ასე შემდეგ. და მოედნების თქვაც კი ინფრასტრუქტურის პროექტი ფონდის ამოცანებში არ არის, როგორც ჩვენ რა თქმა უნდა მივესალმებით, რაც უფრო მეტი განვითარდება ინფრასტრუქტურა, მოგეხსენებათ 10 წელია რაც შევიქმნით და 10 წლის წინ ბევრად ცუდი მდგომარეობა იყო ინფრასტრუქტურის მხრივ, ამჟამადაც ყოველწლიურად მრავალი სტადიონი ემატება ქვეყანას, ეს არის მუნიციპალიტეტების დამსახურება რა თქმა უნდა და შესაბამისად სპორტის სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ეხლა გეცოდინებათ რომ უახლოეს ხანში 2-3 წელიწადში ყველა რაიონში მულტიფუნქციური ცენტრებიც უნდა გაიხსნას. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია ზუსტად ის რომ ის სპორტის განვითარების ფონდი და სახელმწიფოს ხელშეწყობა პარალელურ რეჟიმში რომ მიყვეს აღნიშნულ სპორტის სახეობებს. გიორგი ბატონო, მანამ ამ თავარ თემაზე გადავალთ. ეხლა სტადიონები რო კეთდება რაიონებში. ეგ ფონდი არის შუაში. არა, ჩვენ არა ვართ შუაში. აი, 5 რაიონში თუ 6-ში კეთდება. არა, ზუსტი ციფრი არ ვიცი, ოღონდ ფონდი ინფრასტრუქტურის პროექტებში არ არის ჩარეული, პირდაპირ მუნიციპალიტეტები და მუნიციპალური განვითარების ფონდის საშუალებით ხდება აღნიშნული პროექტი. ანუ ფაქტიურად თქვენი ფონდი აფინანსებს პროფესიული ფეხბურთის კლუბებს. ჩვენი ფონდი აფინანსებს როგორც პროფესიული ფეხბურთის კლუბებს, აგრეთვე ძალიან მხარდაჭერას უცხადებთ მასობრივ ფეხბურთს. როგორიც არის თუნდაც სამოყვარულო ფეხბურთი, ფუტზალი, ქალთა ფეხბურთი, ქვიშის ფეხბურთი, კიბერფეხბურთი, რომელიც წელს პირველად დავაფინანსეთ და UEFA-ს ერთ-ერთი პრიორიტეტი არის უკვე კიბერფეხბურთი. ძალიან პოპულარულია, ამპუტანტთა ფეხბურთსაც ვეხმარებით და ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მიმართულება. ბურთი სადაც დაგორავს. ბურთი რასაც ქვია ყველაფერს, რავი, ვცდილობთ რომ დავეხმაროთ და ყველაზე მთავარი განათლება არის ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი. კარგი, გიორგი ბატონო, მოდი ახლა გადავიდეთ მაშინ მთავარ თემაზე. რა ხდება ახლა ფონდში, ქართულ ფეხბურთში? ეხლა კლუბები ემზადებიან ევროთასებისთვის, დაიწყო შესვენება, 2 წრე დასრულდა, მოგეხსენებათ. ვაფინანსებთ ჩვენ კლუბებს ყოველთვიურად. ეგ თანხა ფრეში ერთხელ ერიცხება? გეტყვით, სამი სახის პროგრამა არსებობს. მოდი ეს ჩავშალოთ რა ყველაფერი. სამი სახის პროგრამა არსებობს. ხო, ეხლა ჩვენ მაყურებელს აინტერესებს ესა და ცოტა ესე მწვავე კითხვები უნდა მზადვართ და იმიტომ ხო ეცეთ ეხლა ფეხბურთი, ქართული ფეხბურთის კომაგი ძალიან ეს არის. მოუთხოვნი და ესეთი მოკირკიტი ასე ვთქვათ. პროფესიონალური ფეხბურთში ვაფინანსებთ ჩვენ 80 კლუბს. 5 ლიგა არის, ეროვნული ლიგა 1-ის დაფინანსება ხდება 3 კომპონენტის მიხედვით. ეს არის საბაზისო დაფინანსება, აღნიშნული არის 600,000 ლარი თითოეულ კლუბზე, რომელსაც ყოველთვიურად ვაძლევთ ნაწილ-ნაწილ განაწილებული გვაქვს ტრანშეების მიხედვით თანხებს. ვაძლევთ პრემიალური ფონდი 600,000 თვეში? არა, წლის განმავლობაში 600,000 ყოველთვიურად რაღაც 50 პირობითად არა, სეზონის დასაწყისში ვინაიდან მოსამზადებელი ხარჯი უფრო მეტი აქვს. იქ შეკრებაზე მიდიან უცხოეთში, ფორმა სჭირდებათ და სხვადასხვა რაღაც ზედმე უფრო მეტი ხარჯი სჭირდებათ. წლის დასაწყისში შედარებით მეც ვაძლევთ და მე უკვე ყოველთვიურად თანაბრად დეკემბრისთვის ჩათვლით. მეორე პროგრამა არის საპრემიო ფონდი, თითოეულ მოგებულ თამაშზე კლუბებს უნაზღაურებთ თანხას. ეს არ ნიშნავს, რომ პირდაპირ პრემიათ უნდა გასცეს კლუბის მენეჯმენტმა ფეხბურთელებზე, ეს არის კლუბისთვის საჭიროების მიხედვით განსაზღვრული თანხა და კლუბის ხელმძღვანელი საზღვრავს. თითოეულ თამაშზე 20,000 ლარი არის მოგებაზე, ხოლო ფრეზე 6,500 ლარი. აღნიშნულ თანხას ვაძლევთ, რადგან 4 წრედ ტარდება საქართველოს ჩემპიონატი, 4 ყოველი წლის დასრულების შემდეგ. და არის სტიმული. მე თვითონ უნდა განსაზღვრონ, რომელ თამაშზე რამდენს გადაიხდია? არა, თამაშზე გადახდა ეს არ არის, ეს უკვე მენეჯმენტის განსასაზღვრია, მისცემს თუ არა პრემიას, ეკუთვნის თუ არა პრემია ფეხბურთელს, ეს ხელშეკრულება არეგულირებს კლუბსა და ფეხბურთელს შორის საპრემიო სისტემას და ამაში ჩვენ არ ვერევით, რა თქმა უნდა, სრული თავისუფლება აქვს ხელმძღვანელობას კლუბის
მფლობელებს თუ აღნიშნული თანხა როგორ გადაანაწილონ. თავარია პეტრეს ამდენს მიცემს, პავლეს იმდენს. თავარია ფეხბურთის განვითარებისთვის და ფეხბურთისთვის დახარჯოს ეს თანხა. და არ ვაძლევთ უფლებას, რომ პირობითად დივიდენდად გაიტანოს, ან რაღაც არასწორი ხარჯი გაწიოს. სესხება არ მოსულა? არა, სესხსაც ჩვენ გვგრძალავთ. კლუბს შეუძლია აქ თავის სხვა შემოსავლები აიღოს სესხი თავის შეხედულებისამებრ და შესაბამისად დააბრუნოს შემდეგ სესხი ვისი ვალიცაკ. ჩვენ სესხს არ ვუყურებთ, რომ ერთი თვის წინასწარ მომეცი რაღაცა. არა, ჩვენ ბიუჯეტზე ვართ დამოკიდებული, გვაქვს კვარტალური გეგმები და შესაბამისად ყველა კლუბი ყავს თანაბარში, რომ ერთი თვის წინასწარ მომეციან რაღაც არა. და მნიშვნელოვანია ის, რომ ყოველთვიურად ჩვენი თანამშრომლები თითოეული თანხის ანგარიშის ხელშეკრულების მონიტორინგს აკეთებენ, ფინანსურ მონიტორინგს და თუ რაღაც არასწორად აქვს კლუბს დახარჯული, არა მიზნობრივად ჩვენ კლუბებს უჩერებთ დაფინანსებას, სანამ არ აღმოფხვრეს აღნიშნულ პრობლემებს. შემდეგ ისევ თავისთავად ეგეთი ყოფილა? არის კიდევაც. ეხლა დღესაც არის, ეხლა არ მინდა დავასახელო, რომ ფაქტიურად შეიძლება ერთი კვირა, ორი კვირა, ერთი თვე გაუჩეროთ ხოლმე კლუბს დაფინანსება პრობლემის აღმოფხვრამდე. ერთი ცოტა უხერხული სიტუაცია მახსენდება კობამ კი იცის 90-იანი წლების ქართული ფეხბურთის ისტორიიდან. ერთ გუნდს, კლუბს არ დავასახელებ, ცხრილის საშუალო კლუბს, როდესაც მიეწყო პერიოდი, როდესაც ამ გუნდმა ახალი მწვრთნელის დახმარებით რამდენიმე თამაში ზედიზედ მოიგო, პრეზიდენტმა მწვრთნელი დაიბარა და უთხრა რომ არ ჭირდება მას ეს მოგებები, იმიტომ რომ ბიუჯეტიდან აღებული ფულის ხარჯვა ყოფილიყო ოპტიმალური. შენ რო UEFA-ს თასზე გახვიდეო, ეხლა სად ვაფინანსო მე უცხოეთში წასასვლელი ფულიო და არც გავარდნა არ მაწყობს, რომ მაწყობს რომ შენ სულ იყო მეშვიდე-მერვე ადგილზეო. ეს კაი შეკვეთა მიუწია, ოღონდ ეხლა ესეთი შეკვეთები ნაკლებად არის. ამისგან თავდაცვის მექანიზმი მაინტერესებს. არა, ეხლა ესეთი შეკვეთები ნაკლებად იქნება ხელმძღვანელების და მფლობელების მიერ, ვინაიდან ევროთასებზე გასვლა ფინანსური მოგებაა თითოეული კლუბისთვის და UEFA იმდენ თანხას იხდის თითოეულ ეტაპის გადალახვისთვის, ნეტა ყველა თამაში მოვიგოთ და გავიდეთ შორს და შორს მერწმუნეთ, რომ ის კლუბის ხელმძღვანელები ამისთვის შრომობენ და ამისთვის მუშაობენ, რომ მეტი შედეგი, კარგი შედეგი მიიღონ, რომ შესაბამისი UEFA-სგან მიიღოს უფრო მეტი თანხა. და ის იყო ალბათ ზუსტად ის მუნიციპალური კლუბი, რომელიც ეუბნებოდა, რომ სავარაუდოდ ჩემი ხელმძღვანელი და მერიან, ვინც იყო გამგებელი მაშინ არ მოიგოთო თამაშიო, კაცო პრემია გადასახდები ბიუჯეტში ჩადეხო. რა გითხრათ ეხლა ეს ინფორმაცია არ ვიცი. თქვენ იმას ვენდობი და ჯერა იმას შეიძლება წაკითხულიც ამაკ გეკდებოდა სარბიელში მანამდე დაწერილი. გიორგი ბატონო, საბაზისო ხო, პრემიალური და მესამე არის სტიმულირების კალათა სტიმულირების ფონდი. ეს არის სპონსორები, მფლობელმა, სპონსორმა, ინვესტორმა ტრანსფერიდან შემოსული თანხა ითვლება მოზიდულ თანხად, რაზეც კლუბი შემდეგ ხარჯავს ფეხბურთის განვითარებისთვის, მათ შორის ხელფასებისთვის, მის მგზავრობა, ეკიპირება, შეკრება თუ ნებისმიერი ხარჯი, რაც ფეხბურთს სჭირდება, შესაბამის ხარჯს, შემდეგ აკეთებენ აუდიტის დასკვნას, SDP აუდიტი არის ესეთი, ტოპ 12-ში შედის საქართველოში აღნიშნული ორგანიზაციები, შემოსავლის და ხარჯის დადასტურებას და ამის შემდეგ ჩვენ ვახალისებთ კლუბს იგივე თანხით. ეს არის მაქსიმუმ უბრალოდ ეროვნულ ლიგა 1-ზე 600,000 ლარი. ანუ 600,000 ლარს დახარჯავს კლუბი თავის განვითარებისთვის, აღნიშნული ხარჯვის მერე ჩვენ 600,000-ით ვაძლევთ 600,000. ეს ზემოჭერი არის 600,000 და ქვევით თუ უნდა 100,000 დახარჯოს ეროვნული ლიგა 1-ის. ანუ ეგ ნიშნავს რომ სპონსორს თუ იშოვის კლუბი, სათავისო თქვენ რა კი წავახალისებთ სპონსორი და ეს ნიშნავს იმას რომ კერძო ინვესტორი იყოს რაც შეიძლება მეტი რომ სახელმწიფოსგან მათ კონდეთ მხარდაჭერა რომ მათ ჩადებულ ფინანსებს ვაორმაგებთ ესე ვთქვა.
ხوار იგეგმება ამ ფონდის ბიუჯეტის გაზრდა. არის ამაზეც მუშაობა ამ ეს ეტაპზე. ახალი ეს რო შეიძლება. არის მუშაობა, ვინ ოღონდ ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, ეს უკვე მომავალი წლის საკითხია, იმიტომ რომ 2026 წლის ფეხბურთის განვითარების ფონდი დამტკიცდა 2025 წლის ბოლოს დეკემბრის თვეში და შესაბამისად ამ პროგრამით მუშაობთ და დღის მდგომარეობით ეს არის 42 მილიონი ნახევარი ლარი და მომავალში შესაძლებელია გვაქვს სურვილი რომ კიდევ უფრო დავეხმაროთ ქართულ ფეხბურთს, საკლუბო ფეხბურთს, მასობრივ ფეხბურთს და 42 მილიონი ნახევარი ამ წელიწადში. როგორ? 42 მილიონი ნახევარი. 42 მილიონი ნახევარი არის წლევანდელი წლის ბიუჯეტი. ერთი წლის. ერთ სეზონის უფრო სწორად თუ. გიორგი, რა უნდა კითხო? აი ახლა თქვენი სტუმრობა რო გადაწყდა ჩვენთან 2 დღეა, 3 დღეა, სულ ერთი კითხვა მეტრიალებს თავში და მეგობრებსაც გავანდე ეს კითხვა. აი ახლა მოდის ევროთასები, ხო? და ველით ჩვენი გუნდების შედეგებს. მაგრამ ამ წლევანდელ ევროთასებს დავანებოთ თავი, შარშანდელი ვთქვა, შარშანწინდელი, იმის წინდელი. აი ამ შედეგებს რო უყურებთ. ეხლა და სამსახურში რომ მიხვალთ მეორე დღეს. აი რა ხდება სამსახურში? ცუდი სიტუაცია, იმიტომ რომ ეს არ არის ფეხბურთის ფონდზე მხოლოდ დამოკიდებული, ეს არის მთლიანად საფეხბურთო სისტემაზე. მე ვფიქრობ, თანხები არის ქართულ ფეხბურთში ბევრად ცოტა, რაც შესაბამის შედეგს არ გვაძლევს. მარტივად რო ვთქვათ, აზერბაიჯანის მაგალითი რომ მოვიტანოთ, აზერბაიჯანში ანალოგიური ფონდი არსებობს და 2 წლის წინანდელი მონაცემები მაქვს თითოეულ კლუბს აზერბაიჯანის ეს ფეხბურთის ესე ვთქვათ განვითარების ფონდი აფინანსებს 3 მილიონი ევროთი. ჩვენთან რო 600.000. ჩვენთან არის 600.000 საბაზისო 600.000 სტიმულირება და მოგებულ თამაშზე 20.000. პირობითად ვთქვათ 9 მილიონს აიღებს. 20 თამაშს თუ მოიგებს და უშუალოდ 400.000, 500.000 საშუალო დონის გუნდი იღებს. ანუ ჩვენთან არის ესე ვთქვათ 1.9 მილიონი ლარი რა და ხლა ძალიან დიდი სხვაობა შესაბამისად თანხა არის ცოტა რომ უკეთესი ლეგიონერი ჩამოიყვანოს კლუბებმა მეორე შეინარჩუნოს ის ფეხბურთელები რომლებიც ევროპაში აღმოსავლეთ ევროპაში მიდიანან უკვე შუა აზიაც იმდენ ფულს იხდის და ისე წავიდა წინ რომ უკვე შუა აზიაშიც ითხოვენ და მიყავთ ჩვენი ქართველი ფეხბურთელები და შესაბამისად ამის გამო არა გვაქვს მე ვფიქრობ პირველ რიგში შედეგი შედეგს იცი რა მაინტერესებს აი სამსახურში წააგო ერთმა, წააგო ორმა, წააგო ოთხმა და მეორე დღეს მიდიხარ სამსახურში და თანამშრომლები რას ლაპარაკობთ? ანუ ფაქტიურად კითხვა ეხება თუ სწორედ მივხვდი ფონდი რამდენად არის პასუხისგებელი სპორტულ შედეგებზე? არა, შედეგზე კი არა, სპორტულ შედეგზე ვერ იქნება პასუხისგებელი, მარტივად რო ვთქვათ, ფონდი არის ერთ-ერთი დამფინანსებელი და წამხალისებელი ფეხბურთი არის კერძო ბიზნესი, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ მოდი იმას ვიტყვი, რომ სანამ ფონდი შეიქმნებოდა 2016 წელს 2 ლიგაში 20 კლუბიდან 9 იყო კერძო და 11 სახელმწიფო კლუბი და ფონდის შექმნის შემდეგ ამ სისტემამ გამოიწვია ის, რომ ამ 20 გუნდიდან წელს 18 არის კერძო და 2 არის სახელმწიფო. ბოლნისის სიონი და გორის გორი. ეხლა ბოლნისის სიონს ისეთი სპონსორი ყავს წლებია, რომ RMG ხო? ხო, კი ბატონო, სტაბილური სპონსორი ყავს, ჩავთვალოთ, რომ ფაქტიურად არ არის იგი სახელმწიფოზე დამოკიდებული და გორის გორმა კიდე შაშან მალაკარგ შედეგს მიაღწია ნამდვილად თავისი ბავშვების და სკოლის და აკადემიის ხარჯზე ამოვიდა მესამე ლიგიდან მეორეში პირველად და ანუ იქით მივდივარ, რომ ეს არ არის მხოლოდ ფონდი არის თანადაფინანსებაში შესული კლუბებში. მარტივ ციფრებში რო ვისაუბროთ 2 წლის წინ 37 მილიონი ლარი რო გქონდა ბიუჯეტი ფეხბურთის ბიუჯეტი, მაშინ კვლევა გავაკეთეთ თუ რამდენს ხარჯავდა კლუბები დამატებით ჩვენი თანხის გარეშე და 54 მილიონი ლარი იხარჯებოდა ფონდის ბიუჯეტის გარეშე. ანუ ჩვენზე მეტ თანხას ისინი ხარჯავენ ახლა. ძირითადი წილი რა თქმა უნდა მოდის ეროვნული ლიგა 1-ის გუნდებზე და ტოპებზე, ესე ვთქვათ 4-5 გუნდზე, ოღონდ მნიშვნელოვანია ეს ჩვენთვის სახელმწიფოსთვის, რომ ფული შემოდის ფეხბურთში.
ფულს ხარჯავს, ოღონდ საჭირო არის რომ იმ ჩვენმა კლუბის მეპატრონეებმა უფრო მეტი დახარჯონ, უფრო შეინარჩუნონ ის ფეხბურთელები, რომ შემდეგში შედეგი მივიღოთ რა და ხლა ფონდში რა ხდება ყველგან ერთი და იგივე ხდება არა იმას არ ამბობთ რა ტყუილა ყრით ამ არა მე ვფიქრობ რომ ტყუილა არ ყრით თანხას იმიტომ რომ ეს არის ცხოვრების ჯანსაღი წესი მეორე დღეს ხელ გულზე ქვეყნის ერთ-ერთი მიმართულება არის სპორტი და აუცილებელია რომ სპორტში ბევრი თანხა დაიხარჯოს რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი გქონდეს სტადიონებზე ბავშვებმა ირბინონ შემდეგ ისინი გაიზარდონ და პროფესიონალურ ფეხბურთს თამაშონ და შედეგს მივიღებთ იქიდან გამომდინარე რომ 2016 წელს დაუბრუნდები კიდე 10000-მდე ბავშვი დადიოდა ფეხბურთზე. შაშანდელი მდგომარეობით 30000-ზე მეტი ბავშვი დადის ფეხბურთზე და ისიც არ არის, რომ ყველა არ შეუძლია, რესურსი არ არის სტადიონების, ინფრასტრუქტურის, მცველების და ასე შემდეგ, რომ ყველა მიაროს რა. ეს ხვიჩას ბუმია დიდი. კი, ხვიჩას ბუმია, რა თქმა უნდა და იმ თაობის ბუმია ევროპაზე რო გაგვიყვანა და ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატზე კიდე შედეგი რო დადო და მე იმედი მაქვს ეს მარტივად რო თქვა 10000 კაციდან მაშინ ზუსტად 2016-ში ხვიჩა იყო 15 წლის გონი 2001 წლიანია 15 წლის და ზუსტად იმ პერიოდში უწევდა როცა ყველაზე ცოტა ბავშვი დადიოდა ფეხბურთზე და დაკავებული იყო ფეხბურთის და გამოჩნდა ხვიჩა გამოჩნდა ზურიკო და ის თაობა რომელიც 2000-იანის თაობა არის ხო და მე იმედი მაქვს რომ ჩვენ რო შევიქმნით 2016-ში და ნელ-ნელა დაიწყო ზრდა და ბუმი ფეხბურთში და რა თქმა უნდა ეს ჩვენი სასახელო ფეხბურთელების დამსახურება 5-10 წელიწადში ბევრად უკეთესი შედეგი გვექნება. უფრო მეტ ხვიჩას თუ არა სიტყვაზე პირობითად ზურიკოს აღმოვაჩენთ რა. პირობითად მამარდაშვილი უფრო მეტი იგვეყოლება მეკარე რაღაცა ესა რა. მე ვფიქრობ რომ ესე იქნება. ანუ ფაქტიურად გამოიკვეთა ესეთი სურათი რომ თუ კი ვინმეს მაყურებელს ჰქონდა შთაბეჭდილება რომ ფეხბურთის კლუბები მთლიანად ფინანსდებოდნენ თქვენს მიერ, ანუ ასე არ არის, ისინი არიან კერძო ორგანიზაციები, რომელთაც აქვთ თავიანთი ალტერნატიული დაფინანსების წყაროები და თქვენს და ყველანი მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით იმას, მეტს და მეტ კი ბატონო, ეს არის სახელმწიფოს თანადგომა, ესე ვთქვათ, რომ ვიღაცა ხარჯავს მილიონს, საიდანაც პირობითად 9 მილიონს სახელმწიფო ეხმარება, 1 მილიონი თვითონ მოაქვს. ესე გამოდის, ახლა 37 მილიონი, 54 მილიონი. ეხლა 2025-ში ეს კვლევა არ ჩაგვიტარებია, დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მეტი თანხა დაიხარჯებოდა კერძო სექტორიდან. უკაცრავად ერთი შეკითხვა მაგდა. თქვენ გეცოდინებათ რა ქვეყნებშია კიდე ასეთი ფონდები? ზუსტად ვერ გეტყვით, ახლა სასომხეთში არის კერძო რა ინფორმაციაც ამაქვს და თითოეული კლუბი, როგორც მახსოვს, 8 გუნდიანი ჩემპიონატი აქვს, თითოეული კლუბის მეპატრონე $5 მილიონ ხარჯავს მინიმუმ და თუნდაც სასომხეთს ალბათ ამიტომ მქონდა შედეგი, რომ ჩამოიყვანეს არგენტინელები, ბრაზილიელები, ანუ ბევრი ლეგიონერი აფრიკული ქვეყნიდან და აზერბაიჯანს უფრო მეტი ფული აქვს. ეს ნახდი ინფორმაცია მაქვს, ფონდი შევხვდით ჩვენ ფონდის წარმომადგენლებს 1-2 წლის წინ და ინფორმაცია რო გავცვალეთ, გითხრა რომ ჩვენ 3 მილიონს ხარჯავთო რა და ჩვენ ახლა ჩვენი 1,5 მილიონ ლარი 500,000 евро გამოდის. ანუ მარტივად რო ვთქვათ, სახელმწიფო 6-ჯერ მეტად ეხმარება ვიდრე საქართველოს ამ შემთხვევაში. ნუ ახლა აზერბაიჯანს. შესაბამისად, მაგრამ ძირითადად პოსტსაბჭოთა ქვეყნებზეა ლაპარაკი. ხო, ახლა ყაზახეთში გეცოდინება თქვენ მთლიანად ბიუჯეტზე იყო დამოკიდებული და მგონი ახლა იქ 1 წელია შეცვალეს და გააკერძოვეს კლუბები და იმიტომ ცოტა ცუდი შედეგი მიიღეს. ფული აღარ ჩადეს და რაღაცა და ეს დეტალები უცხოეთის ისინი მეტნაკლებად რაც ვიცი ეს. ხო, ალბათ ნაკლებად იქნება ახლა იმაში, რა ქვია, თქვა ბელგია, ჰოლანდიაში ასეთი რაღაცა ალბათ. ხო, გიორგი ბატონო, ყველაზე მდიდარი ქართული კლუბი რომელია? დიდარს რითი განსაზღვრავთ თქვენ? თანხით. ბიუჯეტით? არ ვიცი, შეიძლება თუ არა ვთქვა, ოღონდ არის 1-2 კლუბი, რომელიც ჩვენზე 10-ჯერ მეტ თანხას ხარჯავს, რასაც ჩვენ ვაძლევთ რა. ტორპედო, ერთ-ერთი ტორპედო თუნდაც. იბერია. ვერ გეტყვით, ახლა არ არის, ჯობია ხელმძღვანელები მოიწვიოს და სავარაუდოდ ძნელი მისახვედრი არც არის. ცოტა ჩემგან არ შეიძლება მათი ბიზნესის თუ შეიძლებოდა რო გეთქვა. ერთი ეს ვიცი, რომ არსებობენ კლუბები, რომლებიც მოგებაზეც გავიდნენ
წლიურ მოგებას ესე ვთქვათ, იმიტომ რომ სიმდიდრე მოგებით განისაზღვრება და არა ფულის ხარჯვით. ხო, ეგ ასეა. და ლაპარაკია საქართველოზე, სადაც არ იყიდება ბილეთები, ტელევიზიები ფულს არ იხდიან თამაშების. ტრანსფერი, მხოლოდ ტრანსფერი, მაისურები და ისე ატრიბუტიკა არის. ანუ ფაქტიურად საფეხბურთო ბიზნესისთვის საქართველოში დღეს მაინც და მაინც ესეთი ტიპიური ხელსაყრელი გარემო არც არის, ხო? არ არის, ოღონდ აქ არის ნიჭზე დამოკიდებული და მომავალზე, იმიტომ რომ ეხლა ფეხბურთი ისეთი რაღაცა არც ერთი მეპატრონე იმავე დღეს მოგებას არ ელის რა. ხო. ეს 10 წლიანი და 20 წლიანი პროექტია, ან გაგიმართლებს ან არა, თან ისეთი ვარიანტია, იმიტომ რომ იმ ბავშვს რომელსაც 6 წლიდან შენთან მოდის, აკვირდები, მე აკადემიაში ასწავლი, ან ვითარებ, მოიტან შედეგს 15 და 20 წლის მერე, ხო და ანუ ყველა ფეხბურთში ჩახედულმა მენეჯერმა და მფლობელმა იცის, რომ დღეით ფულს იგივე რიშოვის. ეს არის წლებზე გათვლილი შედეგი. ხო, ვინც ფიქრობდა მაგას, დაეშალა გუნდი. ვერც გააკეთებია. ყოფილა ეგეთი პრეცედენტები ახლა საქართველოში და დააშლილა ის ერთწლიანი გუნდები რო იყო და რაღაც. ნახდათ არ მივესალმები ეს. მაგის შედეგი. უცბად ფული დახარჯო რაღაც შედეგზე. გიორგი ბატონო, რა უნდა კითხო ახლა კიდე? წეგან თქვით, რომ სეზონის წინ ვაძლევთ რაღაც თანხის დიდ ნაწილს, ხო? თლიანი თანხის. არა, დიდ ნაწილს. ხო, ნუ რაღაცა მეც ყოველ შემთხვევაში, რასაც შემდეგ. ეს თანხა მიდის ამ უცხოურ შეკრებებზე, ხო? მარტო უცხოური შეკრებისთვის არ ვაძლევთ სეზონის წინ შეკრებისთვის. ხო, აი მაგ რა ხდება ხო? უყურეთ, სეზონი იწყება თებერვლის ბოლოს, ან მარტის დასაწყისში, ჩემზე კარგად იცით. იანვრის შუიდან ძველით ახალი წლის მეორე დღიდან კლუბები იწყებენ შეკრებას საქართველოში უცხოეთში. შესაბამისად, ისინი თავის თანხასაც ხარჯავენ და ჩვენ ახლა გათვლილი გვაქვს, რომ პირობითად იმ 600,000 ლარიდან, როგორც მახსოვს, ახლა ვეგეტყვით 250,000 ლარს ვაძლევ პირველ 2 თვეში. რადგან კი შეკრება თუნდაც უცხოეთის შეკრება მინიმუმ 100,000 ლარი ჯდება, არა 50,000 ევრო მაინც უჯდება ერთ კლუბს და ფორმებიც ახლა ფუფუნება და ძვირადღირებული რაღაც ის არის და პლუს იქ ხელფასი ემატება და ასე შემდეგ რა და ანუ შესაბამისად ხელს ვუწყობთ რომ კლუბებმა თავიდანვე მობილიზება როგორც თავიანთი თანხის გააკეთოს ასევე ჩვენი ეგ მოთხოვნის შესაბამისად აძლევთ მაგ თანხას არა ყველას ვაძლევთ თანაბრად წლის დასაწყისში კვარტალური გეგმა გვაქვს ესე ჩამოწერილი საჭიროება რა არის პირობითად და გავასაშვალოებთ და იმის მიხედვით ვაძლევთ ყველას თანაბრად არ არის რომ სიტყვაზე ერთ კლუბს მივცე 200,000 და მეორეს 100,000 ესე არ შეიძლება არა მოთხოვნა სიტყვაზე არ მჭირდება გუნდი გეუბნება ეხლა და მერე მომეც უყურეთ ყველა გუნდს სჭირდება თანხა რადგან ცხადია მაგრამ აი იმ პერიოდში არ ჭირდება იქნება სეზონი რო იწყება ყოველთვის სჭირდება შემდეგ ვაძლევთ რა უკვე პრემია ემატება და სტიმულირებაც უკვე მეორე ნაწილში იმიტომ რომ ჯერ ის 600,000 უნდა დახარჯოს ანუ ის 200,000 ლარი დიდ ხეირს კლუბს ვერ უკეთებს მარტივად რო ვთქვა 200,000 ლარი ჯდება ერთი შეკრება 20 დღიანი თურქეთში ხო ეს თქვათ რამდენი გუნდი იქნება უმაღლეს ლიგაში ამას თქვენთვის მნიშვნელობა არა აქვს ხო ეს უფრო სპორტულ შედეგთან არის დაკავშირებული ეს არის ფეხბურთის ფედერაციას პროექტი არის და განსაზღვრულია 10 გუნდიანი ჩემპიონატი თუ რამე ცვლილება იქნება თქვენთვის რამე ცვლილება იქნება თქვათ ახლა რო გახდეს 8-იანი ან 12 ჩვენთვის იქნება ბიუჯეტი გვექნება გადასაწყობი რა თქმა უნდა იქნება ჩვენთვისაც ცვლილება რა მაგრამ თქვენ ეს გირჩევნიათ ის გირჩევნიათ ამას ჩვენთვის სულ ერთი არა ჩვენ ამას ვერ წვიტავთ იმიტომ რომ სპორტულ პრინციპში ჩვენ არ ერევით ჩვენ ფინანსური მხარდაჭერის ინსტიტუტი ვართ ესე ვთქვათ რა კი ბატონო გიორგი ეხლა მოდის აგერ მოგვადგა უკვე ევროტურნირები აი ეხლა რა ხდება ამ ეტაპზე რა ხდება უკვე გაცემული გაქვთ ეგ ისა აი ამ ტრანშის ეგ ნაწილი რომელიც ეხლა უწევს ყოველთვიურად ვაძლევთ თანხას საბაზისო
ივლისის დასაწყისში ივნის ანგარიშს რო წარმოადგენენ მივცემთ საბაზო დაფინანსების ნაწილს. ხო, ანუ უკვე მიღებული აქვს. არა. იცით როგორი ის არის, რომ ანგარიშს რო წარმოადგენს ჩვენი თანამშრომელი ამუშავებს იმ ანგარიშს თუ სწორად აქვს წარმოდგენილი შესაბამისად ეკუთვნით შემდეგი თვის საბაზო დაფინანსება თუ არ აქვს წარმოდგენილი არ ეკუთვნით. რაც შეეხება პრემიას დასრულდა უკვე ივნისის ბოლოსკენ 2 წრე და შესაბამისად მეორე წრის მოგებული თამაშების პრემია მივეცით და მესამე კომპონენტი რაც არის სტიმულირების კომპონენტი, ეხლა ევროთასებზე გასულ 4-ვე გუნდს 600,000 აქამდეც აქვს დახარჯული და ანუ ჩვენი სტიმულირების თანხა მიცემული გვაქვს და იმ 10 გუნდიდან როგორც მახსოვს 800 უკვე აღებული აქვს სტიმულირების თანხა, იმიტომ რომ მათ დახარჯეს შესაბამის თანხა. და რას ველოდებით ახლა ევროტურნირებისგან? ისევ მანდ მივედით. ხო. რა გითხრათ, იმედი მაქვს კარგ შედეგს მივიღებთ წინანდელთან შედარებით. ხო, აი იცი რა მინდო და გიორგი, ბოდიში რა გაგაწყვეტინებ, მე არ დამავიწყდეს. ეხლა აი ამ ევროტურნირებისთვის გუნდებმა უფრო მეტი დახარჯეს თუ იცით თუ შარშან. რას ქვია ევროტურნირებისთვის გუნდებმა უფრო აი ნუ ამ მეორე წრის შემდეგ ასე ვთქვა, ჩემპიონატის მეორე წრის შემდეგ. არა, ეხლა ეს ისეთი პატარა დრო არის ჩემპიონატის მეორე წრის დასრულებასა და ახალ ევროტურნირებისთვის. ამის ინფორმაცია ჩვენ ესე თითო თვის არ აქვს. ანუ რა მაინტერესებდა, იცი, შესაბამისად უფრო მოღონიერებულები არიან. ამას ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ეხლა შეიძლება ერთ ფეხბურთელში გადაიხადოთ 9 მილიონი ევრო პირობითად ვთქვათ, ეხლა ამხელა თანხას ვერ იხდიან, პირობითად შეიძლება ვიღაცამ გადაიხადოს და რა ვთქვათ, რომ უფრო მეტი დახარჯეს? ხო, არა, ეგ მაინტერესებდა, რომ რამდენად უფრო ეს არა, შეიძლება უფრო ნაკლების დახარჯვით და უფრო სტაბილური შედეგი მიიღოს, ეხლა ეს უკვე გუნდზე არის რა. სახელმწიფომ იგივე დახარჯა ჩათვალეთ, რაც შარშა, რაც შარშა. იგივე ის არის და ერთი ისა გვაქვს, რომ თუ ევროთასის რომელიმე ჯგუფში შევა ჩვენი კლუბი, ჩვენ 1 მილიონი ლარით ვეხმარებით კლუბს ჯგუფში შესვლის შემთხვევაში. ანუ ეს არის კიდე დამატებითი ბონუსი და სტიმული. ახლა ჯგუფში შესვლა ევროთასის ჯგუფში შესვლა მინიმუმ UEFA-დან 3-5 მილიონი ევრო არის, ოღონდ ის 1 მილიონიც ცოტა არ არის, თუნდაც რა თქმა მათი განვითარებისთვის და ერთი ზედმეტი ფეხბურთელის კარგი ფეხბურთელი. ამ იმას სტიმულირების თანხას ყველა კლუბი ითვისებს ბოლომდე? ყველა ვერ ითვისებს. 11 მილიონი ლარნახევარი გვაქვს სტიმულირების ბიუჯეტი და გვაქვს ესეთი ალგორითმი დეკემბრის თვეში ვადა აქვთ, რომ დაახლოებით სეზონი რო დასრულდება, 1 დეკემბერს სრულდება ხოლმე სეზონი. 10 დეკემბრამდე წარმოადგინოს ყველამ სტიმულირების დასკვნები, ვისაც არა აქვს მოტანილი და იმის შემდეგ თუ რამე თანხა დამრჩა, პირველ 7 ადგილზე გასულ გუნდს უნაწილებთ თანაბრად. იმ პირობით, რომ ის თანხა უნდა კონდეს დამატებით კიდე დახარჯული. ანუ 600,000 ხო არის ჭერი. უნდა კონდეს პირობითად 700,000 დახარჯული, ანუ ზევიდან 100,000, რომ მე მივცე რაც დამრჩა ბიუჯეტში თანხა გადაუნაწილო და მივცე პირობითად 100,000. და რატო ვერ ითვისებენ? ქვედა ლიგებში ზოგს არ აყავს სპონსორი. ვერ პოულობენ იმას. თანხის მოზიდვა ვერ ხდება და შესაბამისად ვერ ითვისებენ. სპონსორს ვერ ემაშვებიან, მოკლედ. ანუ ძირითადი თანხა იხარჯება ეროვნულ ლიგა 1-ზე და ლიგა 2-ის რამდენიმე ძლიერი კლუბები ხარჯავენ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ხა ლიგა 2-ში გვაქვს 400,000 საბაესო და 400,000 სტიმულირება და ამ სტიმულირებას ხარჯავენ, იმიტომ რომ მათ უნდათ მიიღონ შედეგი და ამოვიდნენ ზედა ლიგაში, რომ რაღაცა ისა. ხო. ეგ მილიონის ამბავი იციან კლუბებმა, ჩვენ კი, ყველა მიცის და ელოდებიან რომ გავლენ ჯგუფში. მოკლედ ევროთასებზე კარგად გამოსვლა და ჯგუფში შესვლა კარგია ყველანაირი პროცესი. არა, UEFA-დან ისა არაფერი არ არის, რასაც UEFA-დან აიღებენ და არა, UEFA-დან ხო იღებენ და პლუს ჩუქნიან აგერ ესენი. ფონდი ჩუქნით მილიონს და კენით რამე. ნამდვილად. ჩუქნით არა, ვაძლევთ, რომელსაც მე ვუკონტროლებთ, რომ ფეხბურთში. ხო, არა, ნუ ახლა ის არა უზავ ჩუქნით. არა, ჩუქნით. ხო, არა, კაი გაგებით. კარგი გაგებით. აჰა. გიორგი ბატონო, მე მგონი ის ვქეთ, ხო? ამოვწურეთ თუ მე მგონი ინფორმაციული იყო ძალიან, ესე იგი, როგორც თქვენ ბრძანეთ, იმ დანარჩენ სახეობებზე, რომელიც ახლა შემოგემატებათ, ჯერ ბიუჯეტი. ხო, აი პრინციპი იგივე იქნება. პრინციპი დაახლოებით იგივე იქნება. ამჟამად მოგახსენეთ, რომ მუშაობთ
ფედერაციებთან, რომ ვეცდობით მათ არსებულ სიტუაციას ჩემპიონატს როგორ ატარებენ, მათ არსებულ მასობრივი სპორტის განვითარებაში რას აკეთებენ, როგორ აკეთებენ და პრინციპი გვექნება იგივე. ბიუჯეტი რა თქმა უნდა სხვადასხვანაირი. ხო, ბიუჯეტი იმიტომ რომ თქვა რა ქვია კალათბურთი. ხო, პირობითად რაგში 35 მორაგბე არის და კალათბურთში 12. ნუ ხელბურთი კიდე სხვა. რაოდენობრივად სხვადასხვა იქნება თავისთავად. კარგი, გიორგი ბატონო. მოდი ახლა ცოტა მსოფლიო ჩემპიონატზე რო ვთქვათ, მაყურებელი. მე მგონი მაყურებელს მივაწოდეთ ისე ამომწურავი ინფორმაცია ფონდის შესახებ და რა იგეგმება, როგორ იგეგმება და აგერ მილიონის ამბავი არ ვიცოდი მაგალითად. სიურპრიზი. მოგვა თქვენთვის პირადად. ძალიან კარგი. იმოქმედებს იმედია კლუბს. და ვისურვოთ რომ ქართული ბიზნესი უფრო აქტიურად ჩაერთოს. ეს ყველაზე მთავარია ჩვენთვის, რომ მეტი ინვესტიცია მოვიდეს 4 წლის მერე იქნება. ეს ხვალინდელი დღე არის. 22 წელიწადია ნატრად გადაგვექცა რომ გუნდი იქ ვნახოთ ჯგუფურ შემოდგომაზე ვნახოთ ფეხბურთი, ხო ილია? საერთაშორისო ფეხბურთი. სექტემბერში. ხო, სექტემბერში, ოქტომბერში სადღაც ეგრე. გიორგი ბატონო, მსოფლიო ჩემპიონატზე ვთქვათ ახლა, თავარი მოვლენა, საფეხბურთო მოვლენა ეგ არის. მანამ აქ ცოტა ის არის, რა ვქვია, პაუზა, ასე ვთქვათ. 2 კვირით, ხო, 2 კვირაში იწყება პრინციპში ეს. კი, ევროტასა. ვის კომაგობთ? წლები არა, რაც თავიმახსოვს საქართველოს მერე ინგლისს კომაგობ. იმ 90-იანი წლებიდან იმ გულშემატკივრები რო ვიკრიბებოდით ინგლისის რუსთაველის კინოში თუ გახსოვთ, იყო ესე თქვენ გერმანიის გულშემატკივარი იყავი და ვერ ვიკეთებოდით მაშინ იქა. მე გამოვიტირე უკვე ახლა წაღად მედაილო საუბრობდით რომ უბრალოდ ჩვენამდე გუშინ ველაპარაკებ ჩვენებს კოლეგებს რომ მეთქი აქიდან თუ გავედით მეთქი ახლა მეთქი აი პარაგვაის თუ გავწვდი უკვე მადლობი აწი ვინ გაგვაჩერებს არა უკვე მადლობელი ვიქნებით მეთქი ოღონდ ეგ გადამალახინა მეთქი და ისე მიყივრა ასე ობიექტური ის იყო არა ჯობდა რომ საფრანგეთს გვაცდნენ და სირცხულს უარეს სირცხულს ხო ესე ვერ იტყვი ახლა ბურთი მგვალია და მე არა გერმანიის იმედი ჩემმა საყვარელმა კლუბმა ერთი ეტაპის ზედმეტი რა უთხარი ილოს რომ ეხლა ინგლისზე ვარ გადართული მეთქი რაღაც მინდა არ დამღუპო კობა არა ეგეთი ის არ ვარ თუ მე კარემ არ დაგუპათ ხო რავი ზევით თამაშობს ძალიან ხანდახან ავიწყდება კარების იცი რა არის იმდენად შეიცვალა სოფლიო ფეხბურთი და საერთოდ სოფლიო იმდენად შეიცვალა იმდენი ახალი გუნდი გამოჩნდა და იმდენად შეიცვალა სტილი სათამაშო და ასე შემდეგ რომ სოფლიოში მაყურებელი თითქოს ვერ ასწრებს ამის გაყოლას და ყველა მაინც ძველი ინერციით ელის რომ ტრადიციული გუნდები გაიმარჯვებენ გავლენ და ამ დროს ეგრე არ არის აგე მაროკოა გამოსდა ახალ აფრიკული გუნდიდან 9 გავიდა პლეი-ოფში და ევროპულიდან 3 ვერ გავიდა ეხლა მარტივად რომ ვინმეს რო ესე თქვა 4 წლის წინ რო ესე მოხდება ვეთყოდით ასე სტერეოტიპი მე ვარ მაროკოს ფანი ვარ რა ეს სტერეოტიპი უნდა მოვიშოროთ რომ მაინც და მაინც ის გუნდი გაიმარჯვებს და იმ გუნდს ექნება უპირატესობა ვინც გაგვიგია და ვინც წინა ჩემპიონატებში კარგად ახლა 100 წელი რო ამას უყურებელია ახლა აი იგივე მაროკოზე რო ვლაპარაკობთ მაროკოს გუნდში თამაშობს 4 ფეხბურთელი, რომლებიც არიან ესპანეთში დაბადებულები, გაზრდილები და ესპანური საფეხბურთო სკოლის აღზრდილები, საფრანგეთში დაბადებული და გაზრდილი ფეხბურთელები. ანუ ფაქტიურად იქ ეს ფეხბურთელები თავისუფლად მათი პირადი ცხოვრება ცოტა სხვანაირად რო აწყობილიყო, შეიძლება ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელები ყოფილიყო. კი, ეს ინფორმაციაც ხო იდო, რომ თლიანად რავი, რამდენი არის 48 გუნდში დაახლოებით 1000-მდე ფეხბურთელი ხო არის 1000-ზე მეტი 26-ზე უნდა გავამრავლოთ. ამ 48 გუნდის 1000 პირობითად 200 ფეხბურთელიდან 400 თუ 450 იყო თავის ქვეყნის გარეთ დაბადებული ახლა. შეიცვალა მსოფლიო და ახლა ჩვეულებრივი ის არის კაბო-ვერდეს უმეტესობა მგონი ყველა ფეხბურთელიო კაბო-ვერდეს დაბადებულია ქვეყნის გარეთ. ოლისემ ფრანგული არის საერთოდ. ხო, ინგლისში არის გაზრდილი
ფეხბურთელი ცხოვრება და მაგრამ ნუ კარგი ულისევ თქვათ თამაშობს ტრადიციულ გუნდში რა, მაგრამ ავიღოთ იგივე თქვათ აფრიკული გუნდები, იქ ძალიან ბევრი ფეხბურთელი არის, რომელიც გარეთ არის დაბადებული როგორც ხო ხა დაიბადება საფრანგეთში. გაიზარდა იქ ხო, იქ გაიზარდა, იქ დაიბადა, ბევრს ახალგაზრდულ ნაკრებში აქვს ნათამაშები და მერე ირჩევს სენეგალი ხო სულ ფრანგებითა. ხო, ახლა იმათ ხო ის მენტალიტეტი აღარ აქვს ის აფრიკული ესე ვთქვათ და ის რომ სიტყვაზე რო ვამბობდით რომ აფრიკელმა მარტო სირბილი იცის და ტვინი არა აქვს პირობითად. უკვე იმას ტვინი აქვს, იმიტომ რომ გაიზარდა საფრანგეთში, მიიღო ფრანგული სკოლა, ყავდა ფრანგი მწველი და ასე შემდეგ. ახლა მარტივად რო ვთქვა და ბევრად ნაკითხი არის, ვიდრე იყო გუშინდელი მისი წინაპარი რა. კი ბატონო, ნამდვილად აშკარა ეს არის. მოგწონს ინგლისი? არა, არ მომწონს. ინგლისი არ მომწონს. წერს ყველაზე უფრო არ მომწონს, რაც შეიძლება ყოფილიყო, რა ვიცი. ყველა თამაშს უყურე და იმედი მაქვს, რავი, ნახევარფინალამდე მაინც გავაოღოთ. ახლა რო არ გავიდეს გულიც არც დამწყდება, იმიტომ რომ უკვე ქართულ ფეხბურთზე უფრო დამწყდება გული, ვიდრე რა თქმა უნდა ინგლისზე და ახლა ვინერვიული ახალგაზრდობაში. აცი ახალგაზრდება ინერვიულს. ეხლა ჩვენ ისიც გავითვალისწინოთ, რომ გადაცემა გავა, როდესაც გავა უკვე ნათამაშები იქნება. ხო და თუ გავიდა, მე მექსიკასთან ელოდება აცტეკაზე სავარაუდოდ რომელი გუნდი მოგწონთ ყველაზე ძალიან? ფიქრობ საფრანგეთი ყველაზე კაი გუნდია. და ესეც დღეს არის თამაში. ხო. არა, ეხლა კიდე თუ ის მოხდა და რა. ესე ვთქვათ, ეხლა საფრანგეთი ჩემის აზრით ყველაზე კაი გუნდია შეტევაში. ოღონდ აი ცოტა საყრდენ ნახევარდაცვაში თუ პრობლემები არ შეექმნა, ბევრს მიაღწევს და ხა შეტევა იცის. არა ყავს რა. მაკელელე უნდა გაახლა. შუაში ყავს, ოღონდ მასობრივად არა ყავს ის რომ რაღაცა. მაკელელე. მე ვფიქრობ ყველაზე უფრო ფავორიტი მაინც საფრანგეთია. ამ სამხრეთ ამერიკელებზე? ესე ამ არგენტინის იმაზე ვგიჟდები გზაზე, რომ იმამდე ნახევარფინალამდე არ ხვდება ეს. ხო, არა, ეხლა ეს დარწმუნებული ვარ, არავის არ ჩაუწყია და ვერ ჩაწყობდა. რაში კი არის ისა რომ არგენტინას ნახე რა ისა აქ ბადია კარგი. ვინი ფიქრებდა რომ ესეთი მეტოქეები არა შეიძლება და ნებისმიერ გუნდს ქონოდა ეგეთი ბადე და ყოფილა კიდევ. გაუმართლა და ეხლა კაი გუნდია ნახდა და ვფიქრობ ერთ-ერთი ფავორიტი არის. უკეთესი არის ვფიქრობ ინგლისზეც, ბრაზილიაზეც. აი საფრანგეთზე ნაკლებია ჩემი აზრით ერთადერთი და პორტუგალიის იმედი მაქვს რომ კიდე პორტუგალია რაღაცას იზავს რა. არ ვიცი, იცით რა არის ესპანეთი ძალიან უცნაური გუნდია რა. შეიძლება ბურთი ატაროს 80% და კარში არ დაარტყას და მე ესეთი ფეხბურთი არ მიყვარს რა. არ მიყვარს ახლა ის რომ დადიან წრეზე, წავლენ ერთი კუთხურიდან მეორე კუთხური. სკენ და ასე შემდეგ და რა. იმიტომაც გულშემატკივრობთ ინგლისს. ხო, ახლა მირჩენია ბრძოლა და ასე შემდეგ ის 90-იანი სტაობაზე ვგიჟდებოდი ხა. თქვენი აზრი მაინტერესებს ბელინგებზე. რაღაც ისეთი ყველას ვეკითხები ხოლმე, სხვათა შორის თუ მიაქციე ყურადღება. რაღაცნაირი ფეხბურთელია, თან თითქოს ძალიან ძლიერია და თან რაღაც აკლია ერთი ნაპერწკალი, რაღაცა. აი, ნუ ერთი წელიწადი ქონდა მადრიდის რეალში, როდესაც ძალიან მაგარი გოლი და მე ძალიან მიყვარს ბელინგემი, მაგარი ფეხბურთელია, ძალიან მაგარი ფეხბურთელია. მაგრამ ეთქობა მე ველოდები მისგან კიდე უფრო მეტს, არ ვიცი. ძლიერია, ახალგაზრდა არის, ის არის, ოღონდ მე მაგალითად რაისი მირჩევნია ბევრად, იმიტომ რომ ბევრად მებრძოლ სულს ხედავ და ბევრად ინგლისურ სულს ხედავ მასში რა ეხლა. ხო, მესმის. იმას ვოცნებობდი, რომ როიკინი ნეტა ინგლისელი ყოფილიყო მეთქი, იმიტომ რომ ამაზე ძლიერ ფეხბურთელად ვერავის ვერ თვლიდი. ცენტრი ქონდა რა. არა, რაის ფოტოშორის ეს რაის უფრო მეტ სამუშაოს აქვს. ფიშება კონდეს საერთოდ ძალიან ისეთი კი, ხო, უკან დახეულია უფრო და მიყვარს ესეთი ჩამშლელი ფეხბურთელები უფრო ვიდრე შემდეგები რა. კი ბატონო, ყველა ჯარიმას, ყველა კუთხურს ეგასრულებს. რაის გინდა კლუბში, გინდა ემაში, ნაკრებში და იმიტომაც ეს ძლიერი ფეხბურთელია. ხო, არა, ძალიან მაგარია. რა, ემაზე ესა გიორგი ბატონო და საქართველოს ნაკრებზე ვთქვათ, მოდი 1-2 სიტყვა რა. ახლა სექტემბერში იწყება ჩვენი მორიგი ნებათა ღელვა პერიოდი. რას ფიქრობ, რა სიტყვი? ჩვენი ფონდი ნაკრებთან, ჩვენი ფონდი ნაკრებთან კავშირში მხოლოდ ემოციური კავშირია. კი, სიყვარული და იმედი და ავი გულშემატკივრობთ ყველაზე უფრო. იმიტომ რომ ის
ნაკრების ის განვლილი გზა ის ცხოვრება ალბათ ყველაზე მთავარი ჰიმნია ხომ ნახეთ ერთმანეთი ჰამბურგში ნახეთ კი ბატონო ერთ-ერთი ყველაზე კარგი და ისეთ შეხვედრა იყო ჩვენი ნამდვილად იქ შეხვედრა სხვა ფასი ეგეთი ზღაპარი მე არ ვიყავი ევროპის ჩემპიონატზე მაგრამ ეგეთი ზღაპარი უნდა გამეორდეს ჩვენ შეგვიძლია პოტენციალი ესეთი ზღაპარი უნდა განმეორდეს და უფრო უკეთესი იყოს ესეთი ზღაპარი მე ვფიქრობ ვერ განმეორდება ის ემოცია ქართული ემოცია რავი პირველი ხო ესეთი სასაული მარტიდან დაწყებული ივნისის ბოლომდე როგორც მახსოვს 30 ივნისს თუ 1 ივლისი იყო ესპანეთთან თამაში ესეთი ემოცია არასოდეს არ ყოფილა ჩემ კარიერაში სიცოცხლეში ესე ვთქვათ არა 91-ში დაბადებული ვიყავი ოღონდ არ მახსოვს ოღონდ მე ვფიქრობ ეს იყო ყველაზე მაგარი ემოცია ქართველისთვის ნებისმიერი ქართველისთვის და ჯერ იმ სტადიონიდან დაიწყო 26 მარტს დაიწყო საერთოდ ეს ყველაფერი ხო ის სტადიონზე იმედი მაქვს ნაკრები უკეთეს და უკეთეს შედეგს დადებს იმიტომ რომ ვფიქრობ კარგი ახალგაზრდები მოდიან და ის რომ ზუსტად სოფლიო რო გაერთიანდა და ბევრი ახალგაზრდა წამოვა დარწმუნებული ვარ 5-10 წლის მერე რომელსაც ევროპული სკოლა ექნება მარტივად ვთქვათ გავლილი როგორც მიქაუტაძესა აქ რა ეს კარგია ეგეთი ბავშვი რამდენია ხო ბრიტანეთში ყავს და ასე შემდეგ ახლა ეს არის ყველაზე კარგი რა რომ იგი უბრუნდება თავის სამშობლოს ქვეყანას თავის წინაპრებს და იმ ჰიმზე იგივენაირად ნერვიულობს როგორც ჩვენ რიგითი ქართველები უფრო მეტად მე ვფიქრობ იმიტომ რომ ემიგრანტები არიან ცხოვრებამ წაიყვანა თავიანთი მშობლები და ასე შემდეგ და ვფიქრობ რომ ბევრად უკეთესები და უფრო გულიანები იქნებიან შენ რო გაინტერესებს ის მეკარე ისა არონ იაკობიშვილი უნგრეთში რო არის უნგრეთში და მიიღო მგონი ამან ხო მოკალაკეობა არა ითამაშა ის არა უნგრეთში ნაკრები ითამაშა დაჟე ითამაშა იმაში არ უთამაშია ხო რომ ელოდებოდი ერთი თამაში ითამაშა ამ ხანაგურს თამაშობდა ეხლა მეკარემ ითამაშა გონი ძმაც ხავს ხო ესეა ხო და რა ვიცი წარმატებები ოღონდ მაინც მირჩევნია ქართულს უგულშემატკივრო საქართველოს კი ნამდვილად ქართულს მაისური როაც კი მაისურიანს უგულშემატკივროთ რა თქმა უნდა ნამდვილად გიორგი ბატონო ერთსაც ვიტყვი თქვენს არ მიერზე ხო შეიძლება როგორ არ შეიძლება ესე იგი ამ გაზეთზე უკეთესი შემცხოვრებაში მე არაფერი არ წამიკითხია და მოხარული ვარ რომ პირველ რიგში მომიწვიეთ და ერთი მას გაგახსენებთ შეიძლება არ გახსოვთ მეც წერდი ხოლმე სარბიელში უпроსორად ჩემი სახელით წერდნენ და ერთი 4 სტატია მაქვს დაწერილი ყოველ ჩემ დაბადების დღეზე ავტორი გვახსოვს კაცო გიორგი არა გითხრა ყობა თუ გახსოვს ოთო მაღლაკელიძე ჩვენი მეგობარი წერდა ჩემ დაბადების დღეზე ჩემი სახელით და დილას 9 საათზე მომიტანდა გაზეთს და 5 ლარიანს ვჩუქდი და აგერ ჰონორარი გიორგი სხვა დაბადების დღეზე მეტი არაფერი არ მქონდა ოთო წერდა ხოლმე ესე ოთოს ხუმრობა არ შეეშლება მოიფიქრებდა მაგას რავი წარმატებები და იმედი მაქვს კიდე ის პატარ-პატარა ჩანახატები რომელიც ყოველწლიურად რაღაც დღესასწაულებთან დაკავშირებით უშვებთ გამოუშვებთ და კი ახლა ცოტა ეს იყო პაუზა გვაქვს მაგრამ იმედი გვაქვს რომ საკოლექციო ნომერს საკოლექციო ყველა ნომერი გქონდა სხვა შორის მოდის ხოლმე წერილები მასეთი მოთხოვნით რომ კარგი კი და რაღაცა უნდა დაგროვდეს ახლა რაღაც ესეთი ეს რომ მე უფრო კარგი და კარგი გავაკეთოთ გიორგი, მადლობა ძალიან დიდი მადლობა. გაიხარეთ. წარმატებებს გისურვებ შენ სამსახურს და მთლიანად ქართულ ფეხბურთს და სპორტს. უკვე ახალ სარბიელზე. კი ბატონო. ფართო ასპარეზი გექნება უფრო და ვეცდებით, რომ ხალხის იმედები გავამართლოთ და ავი ხა სპორტსმენი არა ვარ, როგორც მაქსიმალურად მინდა რომ სპორტმა მაგარი შედეგი მიიღოს და ავი თხოვ ხალხს რომ ცხოვრების ჯანსაღწეში ყოველმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა, რომ ჩვენი მომავალი თაობა ჯანმრთელი, ჯანსაღი და ჭკვიანი გაიზარდოს რა. თქვენი ხელშეწყობით იმედია, ასეც იქნება და ქართველი სპორტსმენები უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს. სპორტსმენები და კლუბები. კლუბები რა თქმა უნდა.